პროკურატორმა არასწორად შეარჩია ადამიანი, რომელსაც მოძალადედ დახატავდა. ვერც ერთი წარმოდგენილი აბსურდული სიტყვა და ბრალდება ვერ გადაწონის ამ დროს ამ პიროვნულ თვისებებს და ვერ დააჯერებს ვერც სასამართლოს და ვერც საზოგადოებას, რომლის მოძალადეა, ძალსახად ობიექტურ სასამართლოზე არის საუბარი. და რა თქმა უნდა, საუბარი მაქვს იმ მიუკავშირებლობის სტანდარტზე, რომელიც სასამართლომ უნდა დაიცვას, როდესაც მიიღებს გადაწყვეტილებას. ის ემუქრებოდა ანდრო ჭიჭინაძის გარეთ ყოფნით საფრთხე, თუ არა პოლიტიკური мотиваცია. თუ არა პოლიტიკური მოტივი, რომ ვიღაცას უნდა ცნობილი ხელოვანი ადამიანი დასაჯოს, ვიღაცას უნდა და ეს ვიღაცა არის სისტემა და ამით ხვებს უთხრას, რომ ყველანი დაიჭირეთ, ვისაც გექნებათ განსხვავებული აზრი და დაიცავთ თქვენ სამშობლოს და ევროპულ მომავალს. ჩვენ დაცვის მხარემ არაერთხელ მივეცით საშუალება სასამართლოს, რომ გადაერჩინა მართლმსაჯულება, მაგრამ ჯერ ეს ვერ მოახერხა. ახლა თქვენ, ქალბატონო მოსამართლე, გაქვთ კიდევ ერთი შანსი ამ მდგომარეობიდან გამრუდებული მართლმსაჯულების გამოსწორების. ამისთვის კი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება არის საჭირო. ის უკანონობა, რაც პროკურატურამ თუნდაც სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებით განახორციელა, თქვენ აქ სასამართლოში არ უნდა დააკანონოთ. ეს არის საქმე, რომელსაც აქვს უდიდესი ნიშნულობა გაზომოს ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, რომლის დაცვაც გევალებათ თქვენ როგორც მოსამართლის. ეს არის საქმე, რომელსაც საზოგადოება ადევნებს თვალს და გიყურებთ თქვენ, გაუძლებთ თუ არა პოლიტიკურ ზეწოლას და უდანაშაულო პატრიოტ მოქალაქეებს გაიმეტებთ თუ არა პოლიტიკური დასჯისთვის. ასეთ საქმეები რჩება ისტორიას, როგორც გამოცდა მართლმსაჯულებისთვის, თქვენი პირადად და ეს ამ მოსამართლის ტვირთი და ვალდებულებაც დაიცვას არა მხოლოდ ერთი უდანაშაულო ადამიანი, რომლის დაცვაც კონსტიტუციამ დაგავალათ, ამასთან ერთად დაიცვას სამართლიანობაც. მადლობა.